დილამშვიდობის, როგორ ხართ? ხომ ხართ კარგად, გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ, რომ და ჩემ თავსაც ვუსურვებ, რომ შემოვიდეს ქრისტე ჩვენ გულებში, შემოიტანოს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, ჯანმრთელობა, ყველაფერი საუკეთესო. შემოსულ იყოს ჩვენ ოჯახებში, ჩვენ გულებში. და დამყარდეს სრულიად მსოფლიოში მშვიდობა, იმიტომ რომ კაცობრიობა უკვე დაიღარა ამდენი ბოროტებით, ამდენი სიძულვილით, მკვლელობებით, სისასტიკით. დღევანდელი დღე არის დღე, რომელმაც უნდა გაგვახსენოს ყველაზე დიდებული ადამიანის, ღმერთის, ქრისტეს შემოსვლა, მოსვლა, ანუ დედამიწაზე და მან თავისი სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ყოფილიყავით უფრო უკეთ, კარგად, გამოგვისყიდა ცოდვის მონობისგან და ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ ავირჩიოთ მისი გზა და ვიცოცხლოთ. დიდებული დღესასწაულია მართლაც და ყველას გილოცავთ, გისურვებთ საუკეთესოს. მიყვარხართ ძალიან. ეხლა მინდა რომ ჩაი დავაკეთოთ, ნიკას კვერცხი შევუწვათ. კარო კაღარი ითობა, მე მგონი ეს გაფუჭდა. ხან ითობა, ხან არ ითობა. არ ითობა. რაღაცა დღეს ვერაფერი ვეღარ მუშაობს კარგად, რთულა ხდება ეს საშაქრისთვასო. ხვალ მოვიმატე სახეზე, ცოტა ხვალ მოვუტყუნდი მე. რა სიტყვით, აბა? შარვალი რა ვიცი, ისე მაქვს მგონი როგორც მქონდა, მაგრამ მინდა 1-2 კილო რომ მოვიმატო სახეზე, ცოტა სახე რომ შემოვსოს და თითქოს რაღაცა იგივე ვამჩნევ. კვერცხი შევწვათ ნიკასთვის და ჩვენ კიდე ჩაი დავლიოთ, ბურკები მაქვს გუშინდელი, ჯემიანი ბურკები აღარ არის. მომწერეს რომ მე ვაცხობო და უფრო ცხიმიანი უნდა იყოს და ფაფუკიო ცომიო და ეს ცოტა მაგარი ცომია, მართალი ხარ. მაგარი ცომია ცოტა. ეს უფრო მოუხდება ქადებს, არ ვიცი, ქადებს ალბათ. შიგნით რომ შაქარი მოაყარო. შოკოლადიანი დავუშვათ. გულები რომ გამოაცხო. მაინც ეს სიგარეტივით რომ გადაახვიო, მე მგონი უფრო მაგისია. მაგრამ ცუდი არ არის ესეც. კარგია. ჯემით საერთოდ ძალიან გემრიელი იყო. ისეთი არა, მაგრამ როგორ შეწყვეტ, მოხარშა.
ეს უნდა გავიდე გასასვლელია აუცილებლად. ვიყიდო პროდუქტები. ყოველ დღე თუ არ მოამატე, უკვე ეთყობა. არაფერი არ მიყიდია. არ გავსულა. დრო და დრო. სამგოზე ძალიან კაია წასვლა. მათთვის უჯრა რო გააცო ფილი. ერთი კვირა გეყოფა. მე ჩაი არ მინდა, ყავა მინდა. შოის გავუკეთებ. ყავა ვის უნდა? გია. ჩაი გინდა თუ ყავა გინდა გია? ჩაი. ნიკა ყავა? ჩაი. ყავა ვის უნდა? არავის. მათე შენ რა გინდა მაკარონი გაგიკეთო? არაჟანი გვაქვს. გაგიკეთე. მადრასეცი. და კაი. მიაგენი და იპოვე. მიაგენი. მარშმელოა ხორცი დარჩენილი. დამით ნახეთ. რახელანი დადიხარ ბიჭო. ერთი სალი ჩაის ფერი აკეთებს მხოლოდ ერთ ჭიქას. მეორე არ გამოდის მომე გემდიები. საერთოდ. ახლა ერთი აზეს ჩაი მქონდა და მეორე გავაკეთოთ მარიამ, იმარა ყავას ისეთ ისუნი ახლა ჯობია ყოდა. ეს ჯემი არაფერი არა მაქვს, ახლა ზემოდანაც რო გადავუსვა. დავიკიდო. მართლა უფრო იმითი მთხელი ცომით გამოვა უკეთესი, მეც ესე ვფიქრობ. და მეორეს ცდიდა. დამიწერე მაგ კომენტარებში როგორ ზელცომს. რა პროპორციებით გავაკეთო, როგორ მოვწირო, რომ გამოვიდეს კარგი უფრო ბულკი. ბულკებს მე არ ვაცხობ ხოლმე. ეხლა ინტერნეტში რაღაცა რეცეპტი ვნახე და რაღაცა ეგრე გამოვაცხე მაგითი პირველად. და დამიწერია, თუ უკვე თან მასალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი საქართველოში თუ აცხობ მაგალითად და აკეთებ პროდუქტს ზუსტად დამწერე როგორ აკეთებ და მეც გავაკეთებ ეგრე ზუსტად. გამოვიდეს უფრო კარგი. გამიტანი ხა ისინი. ხოდა სიამოვნებით მოვისმენ, მომწერე და გამოვაცხობ აუცილებლად.
კარაქს ფასდაკლება რო არ გაუკეთეს ახალწეს, ისე გამიკვირდა გოგოებო, მე მგონი ასად არის, ორმაბიჩი არისო. ლიბრეშიც არისო მგონი, ხო? არ ვიცი რა, საინტერესოა. კარაქს რატო არ აქონდა ფასდაკლება ახალწელს? მიკვირსა. თან უკვე ისეთი ფასივი ის, რომ სადამდე უნდა გააძვირო ნეტა, არ ვიცი. ვეღარ აწოდება ადამიანი, რომ კარაქი იყიდოს, ეს რავი რა, არანაირი ცხოვრება გვაქვს, რა, როგორ შეიძლება. შვილები რო ყავს, ოჯახი და კარაქს ვერ უნდა ყიდულობდე. არ ვიცი, სასწაულით თან მუშაობ და მაინც ვერა. ვიც არ მუშაობს ხო საერთოდ, ალბათ ზეცაც ვერ იყის. ჩემო მინდა ხოლმე წუწუნი, მაგრამ ხანდახან ძალიან უბრაზდები რა ამ ყველაფერზე. შემიყავა ეხლა წავიდი, აი რამდენია. ნახევარს ვასწავლ ხოლმე. რა სიტყვით? მოვსუქდი ცოტა ხო სახეზე, მე მგონი ძალიანაც არ მინდა ეხლა. ცოტა მინდა. კვერცხი ხარშება, მე დავლიე ძანგემრიე და ტყავა. ბიჭების ვამენ ჩაის, კვერცხი ხარშება და მათე არც ჩაის ეკარება, არც ბულკი უნდა, არც არაფერი არ უნდა, არ ვიცი რანაირი ბავშვია, მაკარონი უნდა მოუხარშო. აი, ეგ უნდა, მაკარონი და კარტოფილი. არ ვიცი. სულში დეფორმაცია. ბავშვები ეგეთაც მეუბნებოდა ხოლმე. მთავარი არისო, რომ ბავშვმა ჭამოსო, თორე სასარგებლო ძალიან ბევრი რაღაცაა, მაგრამ ვერ შეაჭმენ. აი უბრალოდ არ შეჭამს და რა უნდა. და ზოგი ბავშვი კარტოფილსა და მაკარონსაც არ ეჭამს. მე ვიცი ერთი ბავშვი, რომელიც მარტო ყურს ჭამს. ხოლოდ ყურს ჭამს. და ანალიზები ყველაფერი აქვს ნორმაში. საინტერესოა ძალიან. არაფერი არ აწუხებს, ყურს ჭამს მარტო. არც ხილი არაფერი საერთოდ. არ ვიცი ხა დედა თუ ერთი ორ ყოს რაღაცას მოტყუებით თუ რა ვიცი რითი რა აჭმევს და მოფერებით და ემეთი შეიძლება, მაგრამ თვითონ რასაც იტყობს მარტო არის ყური. მარტო ყურს ჭამს. მაგრამ ნორმალურად არის ბავშვი. და მათ ეხლა ამ ბოლო დროს კვერცხის ჭამას დაიწყო, მიტას ბაძავს რაღაცეებში ნიკარო კვერცხს მაწვევინებს, მათემაც მოთხოვად. ორჯერ ჭამა მოიწონა. მაგრამ ზოგჯერ არის დილით, რომ საერთოდ არ უნდა ისეთი მძიმე საჭმელები და ანუ შეწუხებული ვარ გოგოებო და მაგიტო გელაპარაკებით, მათ ეს კვერცხი ძალიან რაღაცნაირი არის. სახლში რო იყოს ერთი ხუთნაირი საჭმელი გეკითხება, აი რა გვაქვს, ეტყვი, კიდე და მაკარონი მომიხარში, მერე გეტყვის. კვერცხი დაიწყო ეხლა, ერთი რამდენჯერმე შეჭამა კვერცხი. კარტოფილი უყვარს, გუშინ კარტოფილი ჭამა საღამოს, დღეს მაკარონს მახარშვინებს და მაკარონი. აი მაგის საჭმელი. თუ ბორშს გავაკეთებ, კარტოფილები უნდა ამოვიღო ბორშში და სუპს გავაკეთებ, კარტოფილები უნდა ამოვიღო. ფაფერიც ამ ბოლო დროს ერთი-ორჯერ რაღაცა ჭამა, რა ვიცი. ტკბილი უნდა იყოს და მაგიტო არ მინდა ფაფერი. რო ტკბილს ჭამს, ისი არ აჭამს, მარილიას და ეს შაქარი მირჩევნია საერთოდ არ აჭამს, ვიდრე შაქრიანი ძანაბელი შაქრით ჭამს. მე რასაც ვაკეთებ, მე ხო ვაყრი შაქარს და კიდე იმატებს ვარაყოფნის ხოლმე. ვარა და ისი არ შევჭამ. ესეთი არის, წავედი ხა ველოდები მე ამას წყალს რო ადუქდეს, რომ მომხარშოთ.
საქმე არ ილევა, გოგოებო. ესე იგი გავრეცხე იცის რამდენი ქობები. გუშინ ვეღარ გავრეცხე და მიგროდა. აფა მქონდა კარტოფილი შევწვით. მე არ ვიცი, ბევრს არაფერს არ აკეთებ, მაგრამ ჭურჭელი თავზე გაყრია რა, უცბად. ყველა ქვაბი, ყველა ტაფა, ყველაფერი ხოლმე ისა გასაჰერცხი. ხო და ცოტა ხანი თავი დავანებოთ ამ საქმეს. ეს მათეს მაკარონი უნდა გავიდეთ, რომ ძალიან დამაგვიანდება. ვიყიდო ის არა მაგ ზეთი და ზეთი ძალიან მჭირდება საჭმელისთვის, მაგრამ ეხლა ეს უნდა ვაჭამო. მოვხარშე, კიდე კარგი რომ ის მაქვს არაჟანი და არა უშავს. ზეთის გარეშე ვაჭმევ და მე რომ მოვალ. დავამატებ რა ზეთს. ის მინდა რომ ვიყიდო სიფკრემის აი ესეთი შესასხმელი რო არის, მგონი რომ ეგ ძალიან კაია, კარგად წმენდავს და ჩემი გაზიწყალად არის უკვე გასაწმენდი. აქ რო არ ვერწმენდავთ, მინდა რაღაცეები იმას ქნა რა, ჩააკვდა და ღომელიც კიდე, ღომესაც უნდა, ანუ ისე მინდა რომ აი ძალიან დიდი ის არ დამჭირდეს, ძალისხმევა მივასხა, დავაცადო და ამოიყვანოს თვითონ რა. ეგეთი რა არის, არ ვიცი, სიფკრემს აქებენ. სიფის ხსნარი როა შესასხმელი. კრემი არა, აი ეგ. მინდა რომ ვიყიდო. ესეც უნდა გავწმინდო. აი ღომელი, გაზი მაგას წმენდი და ის. ყველაფერი არის. ეს საქმე დამიგროვდა, აქ რო ვიყავი. ჭკუაზე ვეღარ მომყავს. მათე შეჭამს ახლა ამას. მიყვარხართ, გაკოცეთ, დროებით, წავათ ახლა.